ივანიშვილმა დაიწყო იმ კანონების აღსრულება, რომელიც თავისი შინაარსით და სულისკვეთებით არის თავიდან ბოლომდე რუსული და ემსახურება ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ერთხელ და სამუდამოდ დასამარებას, იმ ადამიანების საქმიანობის შეზღუდვას და აკრძალვას, მე პირდაპირ ვიტყოდი, რომლებიც ეხმარებიან ჩვენ თანამოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვაში, აკვირდებიან საარჩევნო პროცესს, ამ ქვეყანაში იცავენ ელემენტარულ დემოკრატიული სტანდარტის არსებობის ყველა წესს. ეს ადამიანები რომ არ იყვნენ, ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა ჩვენი ცხოვრება და ეს ივანიშვილმა კარგად იცის, ამიტომ დადგა ახლა მისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების ჯერი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ანადგურებს, როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არის გადაწყვეტილი, როდესაც ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით, როდესაც არჩევნები წინასწარ ვიცით, რომ არის რუსული სპეცოპერაცია და არის გაყალბებული ამ დროს, ამ ვითარების ნორმალიზებაზე ფიქრიც კი არის წარმოუდგენელი. ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალებით, მათ შორის ქუჩის პროტესტით, აქტიურად უნდა ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი წესებით დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქაც ერთობლივი ძალებით შევძლოთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილება, რაც გამოიწვევს იმას, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდება ის ნორმალური ვითარება, რომელსაც თითოეული ქართველი იმსახურებს.